ნინო, ტარხუნის პეროგი გამოვაცხოთ, ნინო. გვაქვს მაგის თადარიგი უკვე ჩვენ დაჭერილი. რა კაია. სომი მოვზილე, ზურიკო. არცეთ დროს არ არის ტარხუნის პეროგი ისე გემრიელი როგორც ახლა, იმიტომ ნახე რა ფერი ტარხუნა. ხო, ტარხუნა ხო მერეცაა საგვიანოს, მაგრამ ძალიან გემრიელი. იმიტომ რომ კაია ახლა. ზარღვიანია. ახლა სეზონია, კვერცხის სეზონია. ნახე რა მის სილამაზე და რა კაი კვერცხებია პატარ-პატარა. მაგას დავათართქალებ ახლა ყველას. დაათართქალებ. იუნერად აკეთებენ ზურა. ო, რა ფერც უნდა იმფერად გავაკეთო. ზოგი პირდაპირ ღვაწლებში დევს გაფუებულ ცომში და აცხობენ, მაგრამ აი ეხლა ჩვენ გამოვაცხოთ კლასიკური რაც არის, ტარხუნის პეროგი. ჩვენ არც ბრინჯს არ დაუმატებთ, ზოგი ბრინჯს უმატებს. მარტო მოხარშული კვერცხით და ამ სეზონის მწვანილები, ახალი მწვანე ხახვი, ტარხუნა პლომად და ცოტა ქინცაც უშვები. შენ რატო არ იმჩნევ თავზე რა გადგას ჩემს კაბინეტში რა გიშდი ამაზე. შეხედე რა მისი ლაბა. 3 დღის წინ აქ არაფერი იყო, დღეს რომ მოვედი და 10 წლის წინ დარგულები მაქვს, იგენი არ აყვევულა. აგი შარშან დავრგე და ნახე რა. რისი ბრალია? ვერ გევიგე, ვერ თავი და ბოლო ვერ გუგე. ზურა, სუნი როგორი იდგას? მე ვეძებდი, მე თქვი, ისი სუნი მოდის ასეთი თქო. არა ჩვენ აწოცილა ნამეტარი, მაგრამ ახლა მაგას გამოვარჩევ და დაგიჭრი კარგად. შენ მაგი კარგად ნახე რა კაი. ზოგის სურჩევნია მოთუშოს ეგა. მაგრამ ეს ნედლი ჩავდოთ და მაინც გამოცხება კარგად. ჭინტებს აგირჩევთლათ. ხო, ჭინტები ამერჩი. გენაცვალეს. მაგ ცომში რა აქო რა თქვი? ამას ცომი ცალკე იზილება საფუარით. კვერცხი უნდა 1 ცალი, არაქი და 3-4 ყოვზი ზეთი. და აუცილებელია ამისთვის მაცივარში გაჩერება. მიყვარსა. ბევრი გული უქნათ. კი. რა კაი ყვითელია ნახე. სოფლის დროა იმიტომ. რა კაია. ბევრი გული და ცოტა ცომი. ცოტა უქნათ ცომი. კი, ეგ მე ხომ გამოცხება? ირიქი, ცომი ხელად გამოცხობა და მაგის სიცხეში ხელად გემრიელად მოგბება და ეგ არის. ხო და იმ ფერი მწვანილია ნედლათაც შეჭამს კაცი და თუ პატარა გამოცხება კიდე უკეთესი. მაგი თავზე ეს თავზე მოსასვება, ხო. პატარა უხეშათაა დაჭრილი, მაგრამ აფერი არ უჭერს. მაგას ახლა სიცხე ხელად მოკრანჭავს. მართლა? ამას ერთად დავჭრი ყველას. ნახე რამდენია. კაია მე. ხო ძალიან დიდებად არქნა. არა, ძალიან დიდება რა მოვდებ ასე ქვეშა. და რა ოსტატურად იცის წვანილის დაჭრა. არ ვიცი ოსტატურად. არა, ჩემ დღეში არ დამიჭრია. მაგრამ ახლა რაცხა მეხარბება გენი კაი რომა. სოფლის კვერცხი რა კარგად ირჩევა კიდევ. ხო, წყალში გავავლე წეხან მოვხარშენი. წყალში, ხო. ბატონო. რამდენი ცალი დაჭირდება ახლა მაგას? აი 10. არა ეს არ არის ხელაჟავნეთი, 8 კვერცხი დაჭრა. 10 უქნათ. აი დღეს რაღაცა ბლობა ყველა. გემშია ძალიან და მინდა რომ გემრიელი ტარხუნა ვჭამო. ბულიონი მაგ და შენ გენაცვალე. ბულიონს უხდება, არტალას ბულიონი მოხარშეს გოგო. რა კაია, შენ კიდე გაკეთე. თავზე რა ფერი გლიცინები გვაქვს? რა ფერი შეიმჩნიე, ნინო? შევიმჩნიე, რომელიც დღეს ყველას მაგას უნდა ვინ შემოდის, ყველა აკიღებს სურათს. მართლა? არ ჯერათ, რომ ნამდვილი ახალს კიდებენი. რა ფერი კაბინეტი მაქვს ეზოში მოწყობილი ნახე. გავაახლეთ ეს კაბინეტი. გავაახლეთ ეს კაბინეტი. სამზარეულოც აქაა, ყველაფერიც აქაა. ესე იგი აქ იქნება ჩვენი ძირფასი სამზარეულო. შენ კი არ ხარ თან ახლა, მაგრამ რა ვქნა. იძულებული. ამდენი ხნის მერე ვიფიქრე პროფესიული სამზარეულო გვექნება. პროფესიულში თუ მოგინდება შეიძლება. კაია. აგი ჯობია კაც. სუფთა ჰაერზე. რა ვქნა, დავფეშვე, რა ფერის გამოვაგამო. ჩემი რა. თუ გამევიდეს გლახა ნახე, თუ დარჩეს მაი შუუჭმელი აგერ ნახია. შუუჭმელი არაფერი არ დაჩება, იმდენი ხალხია მაგრამ. აჰა. აგენაცვა. იცი რა, ისეთი მწვანილია რომ მე მოგინდება, რა თქმა ამ დაგვარი გააკეთო. შეხედე რა ფერი ქინძი უკვე დაიწყო აყვავება. ხო, წამოვიდა. ნახე პიტნა რა ფერია. ეხა უცებ რო დათფა ყველაფერი ერთბაშად გადაირია. ხო, დათფა და ამ წვიმა ამქნა გადარია ყველაფერი. ერთი ცალი გადავყლაპე და გამეკვეხა კისერში იმ ფერი მშრალია კვერცხი. ვინ ჩამოგიტანა გენ თამარას კვერცხებია? კი ბატონო. ჩემები არ დებენ, რამ გააჩიჩინა ი ჯაჭვეტაკათმები რომ ყავს არ ვიცი. გასამბო. ხო. რატონე? კი დებენ, მაგრამ ვერ პოულობთ, ნინო, ბუდეზე კი არ დებენ. ერთ ეგერდებს, ერთ აგერდებს, ერთ საცხა მოუნდება ინე. აჩენილია ადგილი მისი და ვერ არაფერი აჩენილი არ აქვს, სადაც მოუნდება იქინე აჩენავს. ჯერ ვერ ვაგნებთ. ბატონო, ერთი პილპილი, აგერ მეორე. მასე ჩვენ ერთ დღეში ხო იცი კვერცხები თუ დამალული აქვს და არ ჩანა, შეიძლება გამოჩეკილი წიწილები გამოაჩინოს, სადმე გამოაჩინოს. არა, აქ დამალული, ასე სულელებივით აბდლები არიან. ხო, მეტი არ და მაგის შავი პილპილი უყო. აბდლები არიან და დარბიან იქით-აქით უაზროდ. ლამაზი. ლამაზები არიან მარტო და აბდლები.
ანინო გეყოფა მგონია. კი, აჰა. ქინძით უკნად ხმელი ცოტა? რა თუნდა იმდენია? ნედლი. აგენაღლება უკვე. არა, ბევრია ბიჭო. იყოს ნინო რა უჭირს. ცეთ რაკდა, ზურა აი აია გამოცხო შევჭამოთ კაცო. 4 ჟარონას გამოაცხობდა. არა უშავს. რაკნა ესა ერთი. რა ვქენი ახლა ამ ფერი? და გასკელა. რომ არ უქნია, რა ვიცი ფერი რა ვქენი. მაშინ ცავს უზამდი პაცა ბევრს. დაადეი მაი დააფარე თავზე. თუ არ გამევიდეს კაი ნახე. ეხლავე მაცოდი, ახლა ამოუკეცავ გვერდებში ამას მე. არ გამოგივა თუ რა? არ გამოსაწავა. მაგიდა ვერ გადმოხტება მაგ ჟარონიდან. კიდე კაი რამე ხარვეზი რომ არ მომივიდა აჩმასავით თუ არა ხომ? მამხელდი. აფერს არ გამხელდა. არ ჩამეტეოდა იგუჩი შანტაში. ამაში ტარხუნის ფოთოლი ჩავარდნიდა რა მე უშავ? რა უჭირს? ტარხუნა არა, თლა. და ტარხუნა ნახე გატენილია. ნათია ჯერ მე მგონი და დავჭრათ ესა, თორე მე დაჭრეთ. ეიჭრება, გამოცხობა მაი კვერცხებით. კი, მაგრამ დავჭრე მაშინ ჯერ და ისე შევ. აი ტარხუნის ფოთლები ზევიდან ხელებს მოყვა ეტყობა. კვერცხშიც ბლომათ იყო. ნახე რა ლამაზია. ახლა გამოვაფუშფუშოთ, მაგრამ 15 წუთი ეყოფა მაგას უცებ იქნება. ნახე რა გამოვიდა. ტყილა დარდობდი ნინო. ეხლა რო დავჭრე გული ნახე შე რა გამოუვა ამას. ტყილა დარდობდი, რა ფერ გამოპინწკინებულა. დესურიკო და ეხლავე შენ გენაცვალე. სავიდა გამოფუნტრუშებულა რა გინდა. სასწაულია ზურა. აი გამომცხვარა. აი კვერცხი თავზე რომ მოასხიდ ნახე რა ხნა? შეხედე რა გულია. გამოთუთინებულია. გამოთოთინებული. ნახე რა ფერი გამოსულა. აი ამ ფერი ხორცისაც ხომ შეიძლება ნინო? რა თქმა უნდა. ხორც შეიძლება ცოტა ბრინჯი რო წავკრათ. ხოცხალია. არის? ამევიღე შენ და. არა, აი დიდია მე გავჭირ პატარა შუაზე მაცადე. რეიზა. არა დიდია და იმიტომ. ნიშენ პატივისაცემათა მოგიღე დიდი თორე ესე დიდები. რა კაი პაწამ წუთხია, მაგრამ არა უშავს. წუთხია? მე მგონი ბევრი მარი ლუქენი. დიდო დევიღუპრეთ. რამ დაგუპანეტა. ვინ გაკონტროლებს? ვინ ყვავს უფროს? ყველას მივართუმ ახლა ჩემს სტუმრებს. აგერ კი გამრებს, გამომრებს ყველას ხალები აგერ კრეცდენ კბილებს და მივართუმ. რაშობითო რომ გვეკითხებოდა იქ გოგოები რომ იყო ეგერ მივართუათ. კაია. და ჩემსაც მივართუა. აუცილებლად. აი ქაღალდი რა ფერი ჯადოსნური რამეა ისე. მეცადე უწვალობ მე აღარ დემავსკენ თორ პატარებად დავჭირდა ადვილად ამოვიდოდა. ასეც ამოდის ნი. არა ძალიან გებრილი ყოფილა. კაია, კაი, სოცხალია. აბატონ. დასრულდა ტარხუნის პეროგის ამბავი იოლად. არ უნდა იმდენი ფოლორციკიდან. ნინო, ახალ ყემალზე კაი ამბავი თუ არა მე დედამიწას? არა. ეხოდეს ალუჩა მოვიტანეთ დღეს. ალუჩა, დედა. შეხედე, ეს მოვხარშეთ ახლა. უცებ სახელდახელოდ გავაკეთებთ აგერ. რა კაია. ომბალოც მოვიდა, ნახე, ძვილა მოგზებნე ისეა. და ხო იცი, მწვანეთ ყემალს უმატებ მარტო ომბალოს. მართლა? ხო, წითელს არა. წითელსაც უხდება. ცელოფანი მქონდა გადაფარებული ნიო და ნახე კი წამოვიდა, მაგრამ ჯერ ყვავილი არა აქვს რა თქმა უნდა. ძლივ წამოხოხდა. ნინო, რატომ არ აქებ რა ფერი ქინძი დაგახვევ? ზურიკო გადასარევი ქინძია. როის დავთესე იცი? ხო. თებერვალში. აი ამას ცოტა ხანი უნდა აი ნამდვილი ტყემლის კი ცოტა რო ბურთულებს რო გამოიღებს. აი ახლა მოპრეტენზიობ რა ფერი ავაყავეთ. არა, არ პრეტენზიობ, კარგია. სუნიც კარგი ექნება, მაგრამ აი ნამდვილ ტყემას რო უნდა ის უნდა იყოს უფრო მეტად აკატრებული. მე ხლა მე აი ახლა როგორმე ამ ფერითაც ქენი. ვაკეთებ. რატო არ იმჩნევ რა ფერი ყვავილები დაგახვედრე რა ამბავში ვარ შეხედი აგერ ბულდონეჟები აგერ ერთად ხო ვერ ყველაფერს და მაცადე მიმოვიხედო აქეთ გადავირიე. ამაზე მგიჟდები რა სუნი აქ. რომელსა რა კაი ჟასმინი ხო? დღეს გავაკეთოთ ახალი ტყემალი. დიახ. შემწვარი კარტოფილი იწვება ტაფას დავყარე ეგერ შენს მოსვლამდე. ნათიამ თქვა შევწვავო და გამოვაცუნცულოთ და ახალი ტყემალი კაი ქინძით და ომბალო და ლაგოდეხის კიტრია, ერთი დიღმისა, ერთი ლაგოდეხის ნათია მეიტანა დღეს ბაზრით. თავარი დაგავიწყდა, რაც ამას ყველაფერს უნდა. ყველაფერს უნდა. გურული სუნელი. აუ! გერმანელი სტუმრები მყავს და გიждდებიან, მებაღები არიან, თუ რამე ვიცი, მაგრამ მასწავლა ნინო. ვა, მოწონთ ეს გემოები აქაური. იცი რა, ეუცხო რომ გითხრა, გიждდებიან მეთქი არა, შემწვარი იმის ნიგზიან ბადრიჯანზე მეტი არაფერი არ მოწონს. ნებათი გურულ სუნელს. გლიცინები დამთავრდა. გლიცინები მიცვივა მაშინ, მაგრამ რა უშავს. იჭმა გლიცინიას ყავილი არა მომწამლელი აფეია. იჭმება? კი.
ზურა ეხლა ყვავის აკაციაც. აკაციაც. და აკაციის ყვავილის მჟავე გაგიგია? ამიგონია, მაგრამ არ მინდა აკაციის ჭამა, რატომ ჭამო აკაცია? ხო, რა ვიცი და ფუტკარი რო ჭამს რა მაგარია. აკაციის თაფლი. აკაციის თაფლი. ეს რატო უკინქილებს ასე? რომ არ დაადგა საშველი გამოდარებას. აუ, დღეს ესე იგი გვექნება ნინო, ახალ კეთილშობილი კარტოფილს სადილი. ბებია მიაყოლებდა იმას. ღვინოს. ბაბუა რომ დაგვისხამდა სადილზე სულ იყო ღვინო. ხო. ბებიაც გაუწევდა ჭიქას. ხო. მოწონწულობს? ხო. და რომ არ გონებოდა ჩვენ, რომ არ გონებოდა რომე ესი ამოვნება ბებიას ღვინო, ხო. წყალს დაკრავდა ჭიქაში, წყალღვინოს დალევდა. აჰა. და რას ამბობდა იცი? ექიმა დავინიშნო. აი, ბებია ექიმა დამინიშნა ბათუმში. ექიმა დამინიშნა ბათუმში. ბათუმელი ექიმი აძლიერებდა ემოციას. რაფერი ვარდები აგერ ნახე, რაფერი სუნიანი, ნინო, გაგიჟდები. რაფერი ვერბენები, რაფერი ყვავის ნახე. მაისის ვარდები. ვერბენა იწყებს ახლა. აგერ შეხედე რაფერი ხვიარები მაქვს მომარაგებული. ახლოს მე ვიწყე რომ ლამაზად ვიყოთ. ამას კამაც ხომ უნდა ნინო, თუ კამა იმას. აუცილებლად. ახალ კარტოფილს. როცა შესანახტყემას ვაკეთებ, ქინძის აკატრებული ქინძის ტოტებს და უმბალოს კალათებს ულაგებ ძირზე და მერე ვაყრიტყებ. უხდება ძალიან ახალ კარტოფილს. და რაფერ დაბრაწულა? შენ გელაცვალე და კაი გამოსულა. რაფერი ძეწყვები გაგიკეთებია დღეს და რაფერი ყურსაკიდები და დღეს ოქროებში ხარ. ხო უნდა გამოვფინოდეს მე. ჩემი ოქრო ვერცხლი. შენ ბიცოლას ქონდა ბურთულებიანი სახურეები. ხო, ციგნებს რომ ეკეთა იფერი. ხო, მაშინ სხვათაშორის ცოტა ქალს ეკეთა ქართველს. ხო. და ბებია ჩემი ეკითხებოდა, მაინ თლათ ოქროა თუ შით ხაიერია? თლათ ოქროა თუ შით ხაიერია? ითლათ ოქრო რო ყოფილიყო ჩამოგლიჯავდა ყურებს. აი დოსკა დედაჩემ მამაჩუკა ბახმაროდან ჩამომიდა. მეც მაჩუკა. შენც გაწვა? ერთი ცალი. კი. მე დოსკა მაჩუკა და ქვიჯა. ახალი. ფილთაკვა? ფილთაკვა, ხო, დოსტების გათლილი. აი თაფა გამევიდა. შენ გენაცვალ. მზათა ხაზირია შესანელებლად. ორი ნამდვილი ქართული ნიორია ნახე, რაფერ შევინახე ნინო. ნაცარში მქონდა შენახული. მეწინააღმდეგება არ უნდა გარეთ მუშაობა. პროფესიონალურ სამზარეულოში უნდა, მაგრამ ასე ლუსტრებიდან მორთული. ტექნიკა თანამედროვე და არ მემორჩილება. არა. მყავს და ჩულტარებს მასტერკლასს. ჩემი გერმანელი მებაღები თუ რამე ვიცი, მებაღეობაში ბევრი რამე იმათმა მასწავლეს. ზურა, გერმანელების თავმოსაწონის საჭმელი რა არის? შვაინჰაქსე. რა არის მაგ? რა არის და ღორის ბეჭი. და ცხელი მჟავე. მოაქ მაგას არ გადამრიო ერთი. არც მე არ მიყვარს. ხოდა ჩვენ ჩულტაროთ ახლა დღეს გემოეთ. შენ გენაცვალე ამას გემოიქნება. ზურიკო. ეხლა მწვანე წიწაკას ავაყრე და წვრილად დაჭრილ კამას. მაგრამ ზოგს რო ეს კამა არ უყვარს. ამის გარეშე რაფერი ვარგებს ნინო, არ ვარგებს. ხო არა, მე უმატებ აუცილებლად. დაღერღილიც უნდა? აბა, ნახე რა ლამაზია თანიცი. ამასო დაღერღილ წიწაკას მოაყრი. ნახე? всё, მაგრამ ძალიანაც არ მინდა რომ დამიმწარდეს. ცხარეა ძალიან და. ნახე რა ლამაზია და ეხლა უყურე. აი შედარებით წვრილი ხელის რომელიც არის. ამაზე კაი საჭმელი არაა დედამიწაზე, ნახე. ეხლა გამისიჯეშე და მარილი მითხარი შენი გემოვნებით დაბამაკრთუა. ვაიმე. მომე. ესეც გოუმზადებია, დადები და მოვასხამ მაგას თავზე. ნეგაც ორი ცალი დამიდეა. დაასხი. მარილი უნდა. მარილი უნდა. მარილია შაქარი უნდა ბატა მჟავია. იტუ. არა და ალუჩა რატომ დაიყოს ეხლა ალუჩა? არა, კაი დამკბარი ჯერ და იმიტომ. წვიმებია სულ და. გურული სუნელი. კიტრი. ახალი წემალი თუ გინდა ბჟოქორა იყოს, მაინც კაია და ამას წიწილიან გოჭი მოუხდება. მაგის ამის გარეშეც კაია. ამაზე კაი, ვისაც უნდა იმან ჭამოს. ზურიკო ნახე რა კაი ფერი აქვს. იტუ რა ხვასხასაა? იცი რა არის? რო ადუღდება, მაშინ უნდა გამოთ, როგორც შერბება, თორემ დიდხანს რო ხარშავ ალუჩას, მე ფერი ეცლება და ყავისფერი გამოდის. ნინო, მაი ოქროები არ ჩაგივარდეს ალუჩა. არაფერი მჟავი არ არის. ალუჩა ის ყო არ არის მურაბა. ნინო, ყურსაკიდები არ ჩაგივარდეს მაშინ. ჩახანაში. დევიღუპე. რაია, მჟავია? არა, ძალიან კაი. არ რო ჩამივარდეს მეც კი ჩემი ოქროულობა. კაია, ნინო, მაი 1 კილო გვეყოფა. გვეყოფა ხო, აბა რა. ხედე რა ფერი კარტოფილი გვაქვს.
ჩემო ბატონო. ლაგოდეხის კიტრები. და ეს ის საღამოს ვახშამი იქნება. თან გურული სუნელი. სანს ვახშამი არ ვიცი, მაგრამ ხილად კაია. უკეთესი რა უნდა იყოს. აპეტიტზე მეიყვანს რომ მისცი ახლა საშუალება თელი დღე იქვან კრუშა ლამაზია. აი ნახეთ გევიგეთ ყემალია გემრიელია. აი გევიგეთ ბჟავია პირში არ შეიძლება არომატი არის და იმის გემოსაღწურე. გამაჟრიალა მეტი რა უქნა არა ცოცხალია და ახალია და ნედლი